ბატონო თამაზ, აი ეკონომიკური პრობლემები ხედავთ, რომ ჯერ კიდევ რჩება აი ყველაზე დიდ პრობლემად და ყველაზე მთავარ გამოწვევად მოსახლეობისთვის. ლოგიკური არის ის სურათი, რაც ამ კვლევამ აჩვენა? დიდი მადლობა ელენე მოწვევისთვის. საკმაოდ დატვირთული ინფორმაცია იყო, რაც თქვენ მოგვაწოდეთ და საინტერესოა მისი დეტალური ანალიზი. ზოგადად ამას წინათ სხვა კვლევასაც გავეცადეთ თქვენ ერთ-ერთ საიტზე, სადაც საუბარია თუ რა დანაზოგებს ფლობს საზოგადოება და აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 70%-ზე მეტ მოსახლეობას არ აქვს იმდენი დანაზოგი, ერთი თვე იარსებობს ამ დანაზოგით. ეს ძალიან ცუდი მაჩვენებელია და ყველას ვადებს ეს კითხვას თუ რატო ხდება ასეთი რამ გვაქვს ერთის მხრივ გვაქვს ეკონომიკური და უწყვეტი ეკონომიკის და ბოლო რამდენიმე წელია ორმაგი ნიშნულიც იყო, მაგრამ ეს რატომ არ აისახება ზოგადად მოსახლეობაზე, ზოგადად წყიდულობით უნარზე, თქვათ, რატომ არის ისევ ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი ის პრეზენტაცია, რომელიც წეღან იყო ის ფასები, სასუსათო ფასები ისე მოსახლეობისთვის, განსაკუთრებული როლი აქვს ახლა მთავრობის ყურადღების კუთხით, რომ ზრუნავს იმაზე შეძლებს დაგვარს როგორც ახერხებენ ალბათ, რომ ეს არ იყოს არ აღიქმებოდეს ტკივნეულად, თქვენს აღქმებზე საუბრობდით. ესე იგი, აქედან დასკვდა ის, რომ ჩვენ ეკონომიკამ ვერ მივახციეთ, არ მხოლოდ ეხლა, დიდი ხანია ჩვენ ვერ მივახციეთ, ვერ მივედით იქამდე, რომ იყოს ინკლუსიური და რაც შეიძლება მეტ ადამიანზე განაწილდეს ის სიკეთე, რომელიც არის. ამის ჩემი აზრით, ამის ერთ-ერთი გამოწვევი მიზეზი არის კონცენტრაცია ეკონომიკის ორ დიდ ქალაქში. შეიძლება დასაქმება იმატებს, თქვა უმუშევრობა მცირდება, მაგრამ ადამიანები ისევ საქმდებიან თვით გადარჩენისთვის და არა კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის, ხო? თუ ადამიანი რეგიონიდან ვაიძულებთ, მას ჩამოვიდეს თბილისში, მას ორჯერ მეტი დანახარჯი ექნება თბილისში ცხოვრებისთვის, ხო ასეა? და ბინა უნდა იქირავოს და მეტი ხარჯი აქვს ვიდრე თავისთან რო ცხოვრობდეს რეგიონში, სხვადასხვა სულსათისფასები გაცილებით ნაკლებია, იმიტომ რომ პატარ-პატარა მაღაზია უამრავია და ხანდახან ახლა მე მიწევს რეგიონებში სიარული და იქაურ პატარა მაღაზიებში შვენიერი ფასებია, იქ მაწონიც იყიდება, იქაური დამზადებული და ყველაფერი. ამიტომ სახშიც დაამზადებს ხალხი ბევრი, თუ ეხება სამუშაო ადგილი იქ. ამიტომ ჩვენ როგორ გითხრათ წარუმატებლობა ჩემი აზრით კლიენტ ქვეყანამ განვიცადეთ, გაუშვით ის მომენტი, როდესაც ქვეყანა უნდა განვითარებულიყო ინდუსტრიალიზაციის გზით. ანუ არც ერთი ჩვენ არა ვართ ასეთი პატარა ქვეყანა, სადაც წარმოვიდგინეთ ლუქსემბურგი ან მონაკო ან ასე შემდეგ, სადაც მოსახლეობა არის ძალიან პატარა და კონცენტრირებული ერთ ქალაქში, თუნდაც სინგაპური, ხო? რომ განვითარდეთ ხოლმე ტურიზმით ან ფინანსური სერვისებით და არც ისეთი თქვა დიდი ვართ, რომ მაგალითად არ ვიცი, მოკლედ ვისურვოთ რაღაცა დიდ ინდუსტრიებზე, თუმცა საკმაო რაოდენობით მოსახლეობა არსებობდა, სანამ ემიგრაცია მოხდებოდა, რომ რეგიონებში განსაკუთრებით, სადაც შეიძლება რაღაცა ქსელის გაკეთება, თქვა თუ რაღაც რო წარმოვიდგინოთ, აი ჰოლანდია ძალიან პატარა ქვეყანა ვარ, მისი ინდუსტრიების დიდი ნაწილი მიმულია გერმანიას. აი ძალიან გერმანია რატო? გერმანია ავტოინდუსტრია, წამყვანი ინდუსტრია მასთან და ძალიან ბევრი პატარ-პატარა კომპანია ჰოლანდიაში ებმის აი ამ დიდ ინდუსტრიას. შესაბამისად, ჩვენც დროულად ვთქვათ, მიზანმიმართულად გვემუშავა, არა ეხლა, რომ წლების განმავლობაში და არ შეწყვეტილიყო, მე მახსოვს ეკონომიკის სამინისტროში იყო რაღაც ეს გუნდი მუშაობდა ექსპერტების, რომლებიც მუშაობდნენ ამ ინდუსტრიალიზაციაზე. ანუ როგორ უნდა მისულიყავით იქამდე, რომ ოდესღაც წარმოვიდოთ საბჭოთა კავშირის დროინდელი ეკონომიკა როგორც იყო, ხო? მე არ ვაბა როგორ ცუდია თუ კარგი საბჭოთა კავშირი აქ საუბარი ეკონომიკურ სისტემაზე როგორც იყო მოწყობილი, ძალიან ბევრი პატარა ქალაქში, ოზურგეთი, ჩოხატაური, ყველგან იყო რაღაც პატარა ფაბრიკები, ახილის გადამამუშავებელი, ამ კონსერვების და ასე შემდეგ. უამრავი პატარ-პატარა, რომლებიც ჩვენ დამოუკიდებელ საქართველოს პერიოდში თავად გავანადგურეთ, ეს ცალკე თემა, ამას ალბათ სამი გადაცემა არ იყო, რატომ მივედით აქამდე.
და ეს ადამიანები დარჩნენ უმუშევრად. ხო, თუმცა ნუ მან კითხვა იყო, რომ რამდენად ესე ვთქვათ ჩვენი წარმოებისთვის არსებობდა რეალური ბაზარი, გარდა ესე ვთქვათ ისევ საბჭოთა კავშირისა, რომელიც ხო რაღაცნაირად ხო ხელოვნურად დასრულდება ევროკავშირის ბაზარია. გაიხსნა ბაზრები და შესაბამისად თანმიმდევრული რო ყოფილიყავით, ხო, შეიქნებოდა უკვე გაიშლებოდა ეკონომიკა, არც კონცენტრაცია იქნება, არც ქალაქები იქნებოდა ესეთი თავკომბალა, საცობებით გავსებული და ასე შემდეგ და მოსახლეობები ცხოვრობდნენ პატარ-პატარა ქალაქებში, იქნებოდა ამ ქალაქებს შორის სატრანსპორტო ქსელები და ცხოვრების ხარისხი გაცილებით გაიზრდებოდა. აი ხა გვაქვს ჩიხში ვართ ასე ვთქვათ, როგორ უნდა მოიქცეთ რომ ეს ეკონომიკური ზრდა, რომელიც არ კონცენტრაცია რას ნიშნავს? თუ ქალაქში კონცენტრირდება, შესაბამისად კიდევ უფრო ვიწრო კონცენტრაცია რაღაცა გარკვეული ადამიანების ფარგლებში. მაგრამ როცა გაშლილია, იქ კონცენტრაცია ვერ ხერხდება, იმიტომ რომ პატარ-პატარა ბიზნესები ძალიან ბევრი ვითარდება რეგიონებით და ფიზიკურად ვერ გააკეთებ. თუ გეოგრაფიულად გაშლილია, კონცენტრაცია ვერ მოხდება ასევე ფინანსური რესურსების ან კეთილდღეობის რაღაცა ვიწრო ჯგუფში. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ეხლა ძალიან ნიკამ ძალიან ბევრ საკითხს შეეხო, რაც მოსახლეობას აწუხებს, მაგრამ მე მინდა აქვე დამავისწავლო თავიდან მეთქვა, მე რო თქვენ მომიხსენეთ რომ ბიზნესმენი არა ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე, შესაბამისად მაგ ვალდებულება რო თქვა ამ გადაცემაშიც რომ ამ სიტუაციაში მე გამოვხატავ ჩემს საკუთარ პირად მოსაზრებას და ეს ჩემ კომპანიასთან არ არის კავშირში, იმიტომ რომ კანონი ამას ითხოვს ჩვენ შეიძლება მეც ხოლმე ხშირად შეგახსენოთ რომ საავტორო გადაცემას ეგარი ხოლმე შეიძლება შევეხოთ ან კოლეგები შეეხონ ამ საკითხს რომელსაც გავლენა აქვს ან კანონი ასე განმარტავს გავლენა აქვს საზოგადოების ფართო მასებზე შეიძლება მეც ამ სიტუაციაში გარკვეული თანამონაწილე აღიქვან და შესაბამისად ვალდებული ვარ რომ ახსენო რომ ეს ჩემი აქ ყოფნა არ არის დაკავშირებული კომპანიის პოლიტიკასთან და ასე შემდეგ თუნდაც ის რომ ჩვენ ამაზე გვიწევს საუბარს ეს არა ის რა თქმა უნდა ლამაზ და სასიამოვნო კი კონტექსტზე ბევრ რამეს ამბობს აბსოლუტურად ზოგადად მაგრამ ნუ რახან კანონი ითხოვს ვალდებული ვარ თქოში რაც შეეხება თუნდაც ის რომ რამდენად არის აქტიური ზოგადად ბიზნესი ქვეყნის საკითხების მსჯელობაში ხო თუნდაც არა ისე მწვავედ როგორც ნიკა ახლა არ მიეკუთება არც ბიზნეს არის აქტიური მოქალაქე და ასე მწვავედ გამოხატავს თავის მოსაზრებებს მაგრამ თუნდაც არ იყოს მწვავედ მაგრამ სხვა ფორმით იყოს სასურველია რომ რა თქმა უნდა ბიზნეს კონდეს განცდა იმისა რომ თუნდაც მისთვის ქვეყნის საჭირო საკითხებზე ჩვეულებრივად ქვეყნის სიყვარულის ინტერესებიდან გამომდინარე ისაუბროს რაც შეეხება თვითონ სახელმწიფოს როლს ეკონომიკაში ეს ამაზე დავამდინარეობს უკვე დიდი ხანია როგორ უნდა იყოს რა იქნება სწორი როგორ იქნება სწორი სისტემა სადაც სახელმწიფოს რა როლი ექნება ბუნებრივია ჩვენ ისევ და ისევ ჩვენი მასშტაბიდან გამომდინარე არ გვაქვს იმის უფუნება რომ იყოს ძალიან დიდი სახელმწიფო აპარატი და გულში ხდება ხოლმე არაფერს არ ვერჩი ამ სიპებს მაგრამ ძალიან გულში ხდება ხოლმე როდესაც გამოაცხადებენ თქვა ბიუჯეტს კონკრეტული სიპის ხო წარმოვიდგენ რომ თქვა ჩვენი კომპანიის გადასახადის რაღაც ნახევარი წლის გადასახადი მიდის კონკრეტული მხოლოდ ერთი რაღაცა ახალ შექმნილი სიპის იმაში რაც ეს არ არის ეფექტური ნამდვილად ხარჯვა სახელმწიფო სახსრების მით უმეტეს ამ ციფრულ სამყაროში და ამ AI-ში სამყაროში ძალიან ბევრი სერვისის განხორციელება შეიძლება სწრაფად გაცილებით ნაკლები ხარჯებით და მეტად ეფექტურობის მიღწევით ამის საუკეთესო მაგალითია ესტონეთი ჯერ კიდევ მე მგონი ნიკა შენ უფრო ალბათ შეიძლება უფრო გაეცანი ბოლო პერიოდში რა ხდება მაგრამ მე მგონი ისევ და ისევ ლიდერია პოსტსაბჭოთა სივრცეში და ევროპის სივრცეში ამ ციფრული სერვისებით და კარგი იქნება თქო მე სიამოვნებით გავივლიდი კონსულტაციას ნებისმიერ ესტონელ ასე თქვა თუნდაც ბიზნესის წარმომადგენელთან თუ როგორ მიაღწიეს მათ როგორ მოახერხეს მათ სახელმწიფოსთან თანაცხოვრება და წინ წავიდა ქვეყანა განვითარდა და მათი ცხოვრების დონე არის ძალიან მაღალი